სურაღაც ხდება პატარა ქალაქში ხან დღისით ხან ღამით ხან მზეში და ხან კარში მალე ხომ იცი რომ მიდის და აღარ იცის დრო ახელთვალებს სინანულს რომ მერე გვიან ხდები რომ ის იყო ვინც გიყვარს ის იყო ვინც გახსოვს ის იყო დიახ. კარგით. 3 საათზე გელოდებით. კარგით, მადლობთ. ბოდიში დამაგვიანდა, მაგრამ ისეთი რაღაც გავარკვე ღირდა. აუ, მეც მაგარი ამბები დაგახვედრე. გამომართვი? მადლობთ. ხوارქშია. არა, შენ? არა, მე ისეთი აჟიტირებული ვარ, რომ ჭამა საერთოდ აღარ მახსოვს. ვერ მატყობ? 3 კილო დავიკელი. როგორ ვერ გატყობ? კაი დიეტა გამოვიდა. ხო, შენ იცინე, შენ რა გენაღვლება? მე ვითვლი კალორიებს. რა კარგია. იცი რა, ყველაფერი კარგია, როცა ადამიანი კარგ ხასიათზეა. ნამდვილად. და რა მოხდა ისეთი კარგ ხასიათზე რო ხარ? აბა გამოიცანი როდის მოდის აპარატურა? ხვალ? არა, დღეს 3 საათზე. კაი რა. იმ გოგოსაც ველაპარაკე, შენ რო ძალიან მოგეწონა, გახსოვს? აუ, კაი გოგოა ძალიან. ძალიან და გელოდებითო მითხრა. რა კარგია, ძალიან კაი. მითხარი ხე შენი ამბები მომხარი რა ხდება? მე იქ ვიყავი, მისგანაც ვიღებდით ინვენტარს. არ მithქვა მსახალ ობიექტს უხსნით, თქვა, უბრალოდ მინდოდა რომ ფასები შემედარებინა და გაგიჟდები, რუს, აი გაგიჟდები თურმე რამდენ ფულს წვრიდით. გესმის, რა უსინდისოები არიან, თან ამდენი წელია თანამშრომლობ. აბა, იცი რა ვიფიქრე რომ მივალ და რაღაცას ვეტყვი თქვა, მაგრამ მე გადავიფიქრე, ხო იცი არ შემიძლია ეს რაღაცები. ესე იგი, იქ რასაც ვიხდიდით ერთჯერად ხალათებში და გადასაფარებელში, აქ მოგდის ერთჯერადი ხალათები, პირსახოცები, პირბადეები, შპრიცები, утилизაციის урნაი, ყველაფერი გაგიჟდება კაცი რა. აბა, თან წარმოიდგინე, არ გჭირდება დარეკვა, თვითონ მოდიან, ყველაფერს აწერინა, რაც გჭირდება და მეორე დღესვე მოაქვთ. და გაიხსენე, რაც მე მაგათ რეკვაზე მეგლიჯებოდა ნერვები მარტო. არავით არის რეკვა. მოვლენ, ჩაიწერენ, მეორე დღეს მოიტანენ. მოვჭა. მე მარიან თუ. წავიდეთ. შემოდი ღია. მე ვარ მოდი. აქ ჩინს რა ნეგატივს ამქვე დილიდან რა აფერი რა ნეგატივს ვავშვებ და მე დამეწვა ხელი რა და მე მიიღე არა საჭირო დაადანაშაულო მთელი სამყარო იმიტომ რომ ხელი დაიწვი რა ვის მიხარდეს არავის არ ვადანაშაულო გოთ ხა მინდა რამე მალამო რა ისე ხო იცი ყველა ტკივილი ტვინიდან იმართება ეგენი მე მომიყევი მე უფრო მალამოს მივაწვევი და რი მარტო ხარ ხო მარტო ვარ თაგო წავიდე სამსახურში ხო არ გინდა არ გშია რამეს გაჭმა ამ დილით ერთი ტრავმაც საკმარისია შენთვის თან 12 საათზე შეხვედრა მაქვს ბიჭო ფართივი შოვე ცენტრისთვის ასე უწე ხო ფული თქვი თორე ბინები და ფართები თბილისში იშოვება რა გაძვირებულია ყველაფერი ო ეგ არ თქვა ბინები მაგარი ძვირია ხო და ერთი წლის ფულს თხოვს წინასწარ ეს მე პატრონი რა ამბავია რა ერთი წლის რავი ეთყობა იმედი არ აქვს რომ იოგის ცენტრი იმუშავებს მე შენ გააქვს იმედი როგორ არა მთელი მსოფლიო არის მაღაზი გერეს არა ახაც ვნახე რამოდენიმე მაგრამ აქ უფრო სხეულის კორექციაზე აქცენტი რა შენ უფრო სულს არემონტებ ხო ეგ არის მთავარი გერეს სული გრე იყოს კაი ახლა რატომ მოვედი ხო ფული მაქვს ხო მაგრამ აი ეს ერთი წლის ფული არ მაქვს თლიანი რა რაღაც $5000 მაკლდება ხო და შენ თუ გაქვს მას ესხე და ძალიან მალე დაგიბრუნებ ბიჭო მე მაგდენი არ მაქვს კაი დაივიწყე მაშინ არა ეს დამთავრებულია მე არ მაქვს მაგდენი მაგრამ რაღაც პონჩი შეიძლება გიშო ამ დღეებში მჭირდება მე რა ვიცი დღესვე გადავამოწმებ პონჩს რა კაი მე ორ თვეში დაგიბრუნებ აი ჯერა კარგი და ეხა ორ თვეში ჯერა აუ რატო ხარ იცი გაიდები
რა, ბევრი მიზეზი არსებობს მაგისთვის. არა, კაი ტიპი. არა, სერიოზულად გეუბნები ახლა. ძალიან ბევრი მიზეზი გქონდა, რომ ცუდი გამختارიყავი. და შენ არ გახდი. ვითო? კი. კაი, არ გინდა მართლა რამეს გაჭმევ რა. კაი, მიდი. არ დაიღალება. არა, აუ, მე მგონი დავიღუპეთ სუსველი ხარ, მა. არა უშოს. არა, უშავს, არ გაცინდი, მა. დედა გაგიბრაზდება? კი არ გამიბრაზდება, მა. მე მეწყინება, რომ ეხა სიცხემ მოგწეს და ავად გახდე. ახედა მე ყელი რა დღეში მაგ. მე კი გამიხარდება. რატო? ალბათ მე რო გავცივდები შენ უფრო ხშირად მოხვალ ხოლმე ჩემს ანახავად. კაი, მომიკოლა, იმენ ნუ ამბობ რა. როცა გინდა მაშინ მოვალ და გნახო. აბა ეხა თუ გამოიცნობ რა მომინდა. ბურგერი. არა, მაშინ წვენი. არა, ფრი. ცოტა ხანი დამაცადე, ეგ უნდა მეთქვა, მა. არ წავიდეთ? არა, მა, ცოტა ხანი დაიცადე, რა ცოტა გაშლი და მე წავიდე. თან დავილაპარაკავთ. კაი. დაჩი. მანუკა დედა მითხრა, რომ ძალიან დიდ დროს ატარებ ტელეფონთან. მაგას მეც მეუნება. მერე? არაფერი, თამაშობ. მანუკა თამაშობ გავიგე, მაგრამ 13 წინაც რო გაქვს ხოლმე. ჯერ ერთი, ჯერ გაკვეთილოს მეცადინეობ და მერე შევდივარ. და ხანდახან ძალიან დიდი პარტიები მოდის ხოლმე და რა ვქნა, შუა თამაში და ხო არ გამოვა. მოიცადე რას თამაშობ ეს პარტიები რო არის? ჭადრაკს. ჭადრაკს? ხო, ჭადრაკი მაგარია. შენც თამაში. ისე რა. მე გინდა ერთად ვთამაშოთ. არა, ზუსტად ვიცი რომ მიგებ. ეგრე კარგად ჯერ არ ვიცი თამაში. მაშინ გიბადანო. არა, მაგაში არა, მაგრამ მე ნამდვილ ჭადრაკს გაჩუქებ და იმაში ვითამაშოთ. მართლა როდის? ხვალვე. წავიდეთ? კი. წავიდეთ. წავ. გამარჯობათ. შეუკვეთავთ? უკაცრავთ. შეუკვეთავთ? გამარჯობა. კი, ორი ბუტია. იბ. ბოდიში რა დამაგვიანდა. ელენევმა ხემარიელმა დაილაპარაკეო და შვიდობა. კი უბრალოდ მარიამი ვერ ეგუება, რომ ელენე იზრდება. ხან მარტო უნდა ოთახში ყოფნა, ხან კომპიუტერთან ჯდომა. მოკლედ დედაზე რომ მიწებებული აღარ არის. ო, მარიამისაც მესმის. რთული პერიოდი ქონდა. ბიჭო საყვედურის პონჩკია რომ მინდა რომ აღარ ინერვიულოს უბრალოდ. კიდე გიყვარს. მე თვითონ ვერ ვიჯერებ ხოლმე ხანდახან როგორ გავაფუჭო ყველაფერი. აუ, შენ გაფუჭება, ჩემი უნდა ნახო. ლუდი შეუკვეთე და რამეს დაამატებ? არაფერს და რაზე ამბობ? ირინას ქმარმა გაიგო ყველაფერი. გაიგო რა მიხვდა რა. რანაირად? არ ვიცი ძმა. არც ირინამ არ იცის. მერე? რა ვიცი, ყველაფერს ხვდებიო, ყველაფერი ვიციო. მაგრამ თან მესმის შენიო, ბიჭო. მესმის შენიო. მოგსაწყალი. ძალიან შემეცოდა ეხლა რა. აბა მე მკითხე. როგორ მიტყდება იცი? მადლობა. ასაპირე. არ ვიცი, ალბათ მივალ დაველაპარაკები. ჩემ თავთან მაინც ვიქნები მართალი.
ირინა მიცის რა უნდა დაელაპარაკო? ჯერ არ მithქვამს. მე გაგიშდი შენ. ჯერ ირინას დაელაპარაკე, თორე გაფუჭება და არევა ყველაფერს მე ნახეში. ვითომ? ბიჭო, აბა რა, ირინა ნახე, დაელაპარაკე და ერთად მოიფიქრეთ როგორ უნდა მოიქცეთ. რა არის ბო? იფრინე და? ჰა? არა, ტაქსით მოვიდი. და 15 წუთში რანაირად მოხვედი, წერან გელაპარაკე. მითხარი რაღაცა საქმე მაქვს. არა დედა, მე გითხარი, თუ აპირებ გამოვლას, ბარემ გეტყვი მეთქი. წავიდი? არა, იყავი ერთ წამსა მოდი ჩემთან. გინდა ყავა გაგიკეთო? მოიცი ხოლმე შენ ეს შემოვლით ლაპარაკი, პირდაპირ მითხარი რა გინდა. ბალი. მოდი ჩემთან. შენ ის ჩვენი ცხარი ჭამიას ბინის ფული დაგვრჩა? ცხარი ჭამიასი? ხო. არის ესე სადღაც $6,000-მდე კი. ჯიგარი ხარ. გეხვეწები 5,000 მაქსის რა. რა შეგჭირდება ესე? უცბათთან. მე არ მჭირდება ანდრო მთხოვა რა. დაიწყო. უბედურება დაიწყო. რამათან გაიზარდა ხო მადა. კარგი დედა, გეხვეწები, შენ არ დაიწყო ეხლა გთხოვ. ეს თემა ხო გავიარეთ, არა შენი თვალით ხო ნახე რომ შეიცვალა მართლა ადამიანი. რაც იყო ის აღარ არის, ყველაფერს დაუსვა წერტილი. კი, $5,000. დედა, მომისმინე, უნდა რომ გახსნას იოგას ცენტრი და ქირაოს ფარტს, მაგრამ მე პატრონე ეუბნება 1 წლის მთლიანად გადამიხადეო და მე მთხოვა რომ რაღაც ნაწილი მაქვს და ნაწილი იქნებ მიშოვო რა. და შენ დაპირდი ხო? ჩემს ხარჯზე. ხო, დავპირდი, იმიტომ რომ კარგ საქმეს აკეთებს და ხალხსაც ეხმარება და იმისი თუ არ გჯერა, მე მაინც დამიჯერე რა. შენ თვითონ ჯერა რასაც ლაპარაკო. კი, ჯერა და იმას თუ არ ენდობი, მე მენდე 2 თვეში დაგიბრუნებ. ნუ აქ ფულზე და ვადებზე რო არ არის ლაპარაკი ხო ხვდები. ეს ფული ამ წუთას არაფერში არ მჭირდება და ისედაც შენია. უბრალოდ ისევ უბედურება იწყება. შენ ხარ ყველაზე საყვარელი დედა მსოფლიოში, ვინც კი დედები არსებობს. ნუ მეტენები კაცო ერთი რა. ანუ ეს ხო ის ნიშნავს ხო იცი რომ მიყარხავარი. ზოგჯერ. ნუ რო გჭირდები, მაშინ კი. ძალიან გემრიელი იყო ყავა. დიდი მადლობა. გეხვეწები, შენთვისაც გაიგეთ და მეც გამიგეთე რა, გთხოვ. მე უნდა გავაკეთო? ხო. აი მომკალით და რიჟა ბაზარი მგონია ეგ რა. რა? რა და ამხილად ჩინეთში ჩვენთვის ავეჯი რო არ მოიძებნება. ყობაც მობას გაფიცებ. შენ აუხსენი რა, ეთყობა ჩემი ენა არ ესმის ამას რა. ავეჯი გვაქვს. ჩამოტანაა პრობლემა. უბრალოდ დიდი დრო უნდა. ხო, და ის 3 თვე მე აქ რა ვაკეთოთ? ეხლა გავიგე. დიდება ღმერთს. მოიცა, კაი, თუ ავეჯი აღარ გვაქვს, ესე იგი რა გვრჩება? გეხვეწებ ცოტა ხანი დაჯექი რა თავბრუდა ხო რა. მეც, მაგრამ დამჯდარი ვერ ვფიქრო. ხო და დაისვენე ცოტა ხანი რა. ეხა ჩვენ ვიფიქრებთ. ვიცი რაც უნდა ვქნათ. რა?